Topurias და Holloway-ის პირველი კომენტარი ქართველის პასუხი რუს ჟურნალისტს. Ვინ იქნება ილიას და მერაბის მომდევნო მეტოქე და ჩატარდება თუ არა UFC-ის ღონისძიება საქართველოში. Dana White-ის პასუხის და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურე ვიდეოს ბოლომდე. ახლა კი ილია თოპურია და მისი მორიგი გიჟური გამარჯვება. Kamari ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონთან რჩება. ილია თოპურია Kamris დასაცავად Max Holloway-ს დაუპირისპირდა. დაძაბული პირველი და მეორე რაუნდის შემდეგ მესამე რაუნდში მოხდა ის, რასაც ყველა ველოდით. ილია თოპურიამ Max Holloway დაანოკაუტა და კარიერაში მე-16 გამარჯვება იზეიმა. Maxi კი ამ მდგომარეობაში მის კარიერაში პირველად აღმოჩნდა. მოკლედ, ქართველმა მორიგი ისტორია დაწერა. რა თქმა უნდა, ილიამ ეს საოცარი გამარჯვება მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იზეიმა, რის შემდეგაც მედიის კითხვებს უპასუხა. ქართველმა რა თქმა უნდა Maxთან და მომავალ ბრძოლასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუმცა ასევე ძალიან საინტერესო იყო რუსი ჟურნალისტის პროვოკაციული კითხვა, რომელსაც ილიამ საკადრისი პასუხი გასცა. ქართული ჩემპიონის მოსმენამდე არ დაგეზაროს და მithme ზუსტად 2 წამი. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე აქ. ჩემი გამარჯვება ბევრისთვის სიურპრიზი იყო, მაგრამ ჩემთვის არა. ვიცოდი რომ გავიმარჯვებდი. მე ეს ვთქვი და გავაკეთე. ჩემთვის სიურპრიზი მხოლოდ ერთი რამ იყო. Max ეგონა რომ ოქტაგონის გარშემო ვირბენდი და მას გავექცეოდი. მატადორი არასდროს გარბის. ჩემთვის უცნაური იყო თუ რატომ უნდა დაუფლებოდა Maxi BMF-ის კამარს, მაგრამ არ მანახლებს. ის ახლა ჩემთან არის და სახლში წავიღებ. მე ახალი მსოფლიო ჩემპიონი ვარ. სიმართლე გითხრათ, ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ახლა ყველაზე მეტად ვულკანოვსკის ეკუთვნის. ის ლეგენდარული მებრძოლია. ახლა ცოტა ხნით შესვენება მჭირდება და ვნახოთ, რა მოხდება ჩემს დივიზიონში. საბოლოო ჯამში არ მაინტერესებს, ვინ იქნება ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე. UFC-მ დრო, ადგილი და მეტოქე დაასახელოს. მე მზად ვიქნები. არსად მეჩქარება. 27 წლის გახლა ვართ და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. რა თქმა უნდა, Maxis-გან სტრაიკინგის მცდელობებს ველოდი და ვიცოდი მარტივად არაფერი გამომივიდოდა, რადგან ის დიდებული მებრძოლია. ოქტაგონზე საოცრად მომთმენია, მაგრამ ვიცოდი, როგორ უნდა დამემარცხებინა. პირველ რიგში მინდა მოგილოს გამარჯვება. შესანიშნავი ბრძოლა იყო. ჩვეულებრივ გამარჯვებას შენგან არ ველოდეოდით, ზუსტად ამისი მოლოდინი გქონდა. ჩვეულებრივ გამარჯვება. So my next question will be in English. What did it feel to knock out a guy who has never been knocked out? მაგარი кайფია რა. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს შენთან. უამრავი ქართველი გულშემატკივარი იყო ჩამოსული შენს საგულშემატკივროდ. რამე ხომ არ გაქვს მათთვის? შემოველო ჩემი თავი, მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დრო და მithმოდა ჩემს სანახავად ჩამოვიდა იმის რომ ხარი დაიჭირა ჩემთვის. გულისიერ მინდა მადლობელი ვარ ყველასთან და რავი, რა ვთქვა, ეს გამარჯვება არა მარტო მე, არამედ მთლიან საქართველოს ეკუთვნის და იმედია ამ მაგალითს ბევრი ბავშვი გამოიყენებს იმისთვის, რომ აზრი არ აქვს, საიდან მოდიხარ, თუ იცი საითკენ მიდიხარ, ასე რომ გაუმარჯოს საქართველოს. მადლობა. Перед тем, как ты завоевал титул за несколько дней до боя, у тебя было интервью в интернете, где ты посягнул на одно из самых святых для людей из СНГ и Кавказа, это на улицу. Ты сказал, что ты, если встретишься с Исламом Махачевым на улице, ему понадобится больница. Вопрос в следующем. Ты родился в Германии, а в 15 лет уже переехал в Испанию. Что ты можешь знать об улице? Спасибо. ვინ მოიყვანა ეს აქ? არ ვიცი. ვინ ხარ ბიჭი? Can you speak in English, please? Thank you. ქართულად დაიჭირე ტრადუქტორი და გადათარგმნე. გადაუთარგმნეთ რამე ქართულად ამას უთხარი. ხო. Ilya just asked who bring this guy in this room. I've come by myself. So you're going to have to stand up and leave the room by yourself. Why is that? Ilya, მოდი რა ეს არის არგუმენტი. გაუშვი. ამას ჩვენ მივხედავთ არ ინერვიულობ, შენ კარგად იყავი. Street fighter. რა იგზენი Holloway-ის დამოკაუტების შემდეგ პირველ წამებში? რა ვიგზენი, რავი, ძალიან ემოციური მომენტი იყო სიმართლე რომ გითხრა, იმის და მიუხედავად რომ ეჭვი არასდროს მეპარებოდა რომ ეგ მომენტი მოვიდა და დადგებოდა და პირველი ადამიანი გავხდებოდი რომ დავანოკაუტებდი, მაინც ის მომენტი როცა დგება როგორ რეალობაში მოდის ეს ყველაფერი, რავი, ძალიან ამაღელვებელი მომენტია რომ რავი, უცებ ხვდები რომ ვოლკანოვსკი, Max Holloway ერთი წლის განმავლობაში დაანოკაუტე, რავი, უმაგრესი გრძნობა. რა მომენტში ძენი უშუალოდ როდესაც მივხვდი რომ ნოკაუტის დრო ახლოვდებოდა, იმიტომ რომ პირველი რაუნდი გავიდა, მეორე რაუნდიც პირველი რაუნდი გავიდა, მაგრამ ფეხი მაგრად ვადგინე. ქაფქიქებით.
მაგრამ და უკვე მე თან ჭიდაობას რო ჩავერთე უკვე ძალიან გადავერთე. უკვე არ იცოდა ვეჭიდავებოდი, არ იცოდა ციხლებით შეუტევდი, უკვე მეტი საშუალება მეძლეოდა რომ ჩემი დარტყმები უფრო უკეთესად ჩამესვა. და ვიცოდი რომ მომენტი დადგებოდა რომ გაჩერდებოდა ერთ მომენტში და უკვე მომეცემოდა იმის შანსი რომ კომბინაციები განმეხორციელებინა. დანიელ კორმიემ რაღაც ითხრა ორთარძოლის შემდეგ და ორივე მიცინეთ, შეიძლება ვითხრა? რაც მითხრა იყო რომ წარმოიდგინეო რომ ერთ წელიწადს ვინმე მოსულიყაო და ჯერ მე დავენოკაუტებინე და მე ჯონ ჯონსიო. მომილოცა მე. ვითხრა როდი შეიძლება ველოდოთ შენიც მას ალექსანდრე თოფურიას შეიჭი, იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე იოსისთან მოვაწერა ხელი და ქართული გულშემატკივარი და ისევე როგორც მთელი მსოფლიო ელოდება შენისთვის დებიუტს. არ მგონია რომ იანვარს გადასცეს ალექსანდრეს დებიუტი. მალე ჩამოვალ საქართველოში, ეხა ჯერ ხვალე ესპანეთში ბრუნდები და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში. აუცილებლად. კარიერაში განცდილი პირველი ნოკაუტის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაქს ჰოლოვეიმაც ისაუბრა. Man, I feel great. ილიამ ვერაფრით გამაკვირვა. ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ იმაზე ძლიერად დამარტყა, ვიდრე ვიფიქრებდი. ქეთს ვიხრი. არანაირ გამართლებას არ ვეცებ. საჩხურად გავედი ოქტაგონში. ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ მან დღეს მაჯობა. კარგად ვიყავი მომზადებული. კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე. არანაირი ტრავმები. დავბრუნდები მეგობარო. იმედია, მალე ისევ შევხვდებით. ბრძოლის შემდეგ ასევე ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაიტმა. თუმცა ალბათ ყველაზე საინტერესო იყო კითხვა UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. დანა ვაიტის პასუხი ბევრისთვის მოულოდნელი იყო. როდესაც ერთ ლეგენდას ამარცხებ, მე მეორეს, მე მესამეს, საბოლოოდ შენს ლეგენდა ხდები. დღეს ორივე კარგად გამოიყურებოდა. მაქს კარგი გეგმა ჰქონდა მომზადებული. ორივე მებრძოლმა შესანიშნავად იჩხუბა, მაგრამ თოფურიამ გააკეთა ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. თუ ვოლკანოვსკისთან ჩხუბის შემდეგ ილიას შესაძლებლობებში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, დღეს უკვე არავის ეპარება ეჭვი მასში. რაც შეეხება ილიას მომდევნო მეტოქეს. ვოლკანოვსკი ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. ჩვენ ალექს უარს არ ვეთყვით. ვინ შეიძლება იყოს ამ ბრძოლის ხილვის წინააღმდეგი. მართალია დღეს ჩხუბი ილიას ქამნისთვის იყო, თუმცა მეორე რაუნდში გავიფიქრე, რომ BMF-ის ქამარიც უნდა გამოგვეტარა. ორივე მებრძოლი იმსახურებდა ამ ტიტულს. არ ვიცი, ეს ქამარი კვლავ მაქს ჰოლოვეისა. ნახოთ რა იქნება მომავალში. რამდენად რეალურია, რომ ილია სამ ქამარს დაეუფლოს? მე უფრო მომწონს, როდესაც მებრძოლი მოასუფთავებს თავის დივიზიონს. თუ იქნება ვოლკანოვსკისთან ჩხუბი და მას ილია ისევ მოუგებს, ასევე მან მოუგო მაქს, მოუგებს სხვებს, ხოლო მაშინ უნდა დაისვას კითხვა, რა ხდება ამის შემდეგ. ხომ არ იგეგმება UFC-ს ღონისძიების ჩატარება საქართველოში, რომელსაც ორი მოქმედი ჩემპიონი ყავს? შესანიშნავია, როდესაც ყავს ორი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან. ეს ბიჭები ძალიან განსხვავებულები არიან. ჭიდაობა და ძიუდო მათი კულტურის ნაწილია. რომ გახდეთ ტოპ 5-ის ან ტოპ 3-ის მებრძოლი UFC-ში, ეს ბევრისთვის დიდი წარმატება. მათ კი ორი ჩემპიონი ხავთ. ეს ნამდვილად საოცარია. ამ ბიზნესს მისი ვარსკვლავები ამოძრავებენ. როდესაც აფრიკიდან ყავს ვიღაც, ან ესპანეთიდან, ან საქართველოდან, კი, პასუხია კი. ჯერ ზუსტად არ ვიცი, რა დაგჭირდება იმ რეგიონში ივენთის ჩასატარებლად. ჯერ ესპანეთის ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ, მაგრამ ამ პერფორმანსის შემდეგ რამე უნდა მოვიფიქროთ და თან მალე. როდესაც ვნახეთ, როგორი ჩხუბა დღეს თოფურიამ, კიდევ უფრო დავწმუნდი, რომ ესპანეთში ბრძოლის ორგანიზება აუცილებლად უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. არ მიყვარს სტადიონზე ღონისძიებების ორგანიზება, თუმცა თუ ამის გაკეთება მოგვიწევს, მზად ვარ სანტიაგო ბერნაბეუისთვისაც კი. იმ შემთხვევაში კი თუ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას ესპანეთში ჩაატარებს, შესაძლოა ამ ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილის ვიხილოთ. ორი ქართველი, ერთ საღამოს. ყველაფერი შესაძლებელია. მართალია, ალბათ ძალიან ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარება, მაგრამ ფაქტია, რომ UFC-ს ორი ქართველი ჩემპიონი ყავს და შესაბამისად საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებს. ახლა კი, კიდევ ერთხელ მიულოცოთ ილიას ეს გამარჯვება და წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მებრძოლებს. რა თქმა უნდა, თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.